ბატონო ბიძინა, თქვენ თავის დროზე ამბობდით, რომ არ გგონიათ და ვერ იჯერებდით, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. სამწუხაროდ ეს რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს და უკრაინის მაგალითზე. მაინტერესებს და ჩემი შეკითხვა არის ასეთი, ხომ არ შეგიცვლიათ აზრი? მე ციტირებას ვერ გავიხსენებ, როგორ თქვი, მაგრამ ეს იგი პასუხებდით, რომ ყველა სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ ინტერესებს. და ძალიან ხშირად ხდება ეს არა მარტო ჩვენს რეგიონში, რომ მეზობლის ტერიტორიებს ეხება. მთავარი, რაც კარგად უნდა გავიაზროთ არჩევნებია, დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებ მოსახლეობას, რომ სწორედ შევარჩიოთ ხელისუფლება. ქვეყანას პატრონი უნდა ყავდეს, გააზრებული პატრონი, ვისაც შეუძლია მართვა. ის რომ რუსეთმა მოახერხა, რაც მოახერხა, ლომის წვლილი ამაში სააკაშვილს ეკუთვნის სწორედ ნაციონალურ მოძრაობას. რო არა მათი უაზრო ქმედებები და დღეს მაკეინმაც კი აღიარა, რომელიც სააკაშვილს თავის ფავორიტად ცნობდა ოდესღაც. თუ ნახეთ მაკეინის გამოსვლას, რომ მან უხეში შეცდომები დაუშვა, როდესაც ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. რომ არა გაუაზრებელი ქმედება ჩვენი საკუთარი ხელისუფლების, არაფერიც არ მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა. შესაბამისად, ჩვენი ნაცვლად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოების დახასიათება დავიწყოთ და ვეცადოთ, როგორ მათ გემოვნება შეუცვალოთ, ან მადა შეუცვალოთ, თქვათ, ან სტრატეგია, ვიფიქროთ, სწორი ხელისუფლება შევარჩიოთ და სწორედ მართოთ ჩვენი ქვეყანა. აი ეს არის გამოსავალი ყოველთვის ეს იქნება ხოლმე. ფაქტ-ჩეკი თამაშია. მოგესალმებით, თამონაშონია ფაქტმეტრი რეგიონული ანალიტიკოსი.